ციხის მთავარი ფუნქცია ისაა, რომ იქიდან ადამიანებმა გამოსვლა ვერ შეძლონ. თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ამ ეპიზოდში ციხიდან გაქცევის ყველაზე წარმოუდგენელი შემთხვევების შესახებ მოგიყვებით. 1990 წელს სამხრეთ კორეელი იოგას ოსტატი სახელად ჩოი გაბოკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან რამდენიმე მაღაზიიდან დაახლოებით $70,000 მოიპარა. დაკავების შემდეგ ის პოლიციის ავტობუსით ციხეში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ როდესაც ავტობუსი საცობში გაიჭედა, ჩოიმ უსაფრთხოების ხვედი შეიხსნა და იოგას უნარების გამოყენებით ფანჯარაზე არსებულ გისოსებს შორის გადვრა. მან თავისუფლებაზე მხოლოდ 2 დღე გაატარა. ამის შემდეგ ის კვლავ დააპატიმრეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგაც კი გაბოკი ცხოვრების სტილის შეცვლას არ აპირებდა. მორიგი ძარცვის შემდეგ ის მეორედ დააპატიმრეს. საკანში ყოფნის მეხუთე დღეს მან ტანზე ზეთი წაიცვა და საკნის კარში არსებული 15 სანტიმეტრის სიგანის ხვრელიდან გადვრა იმ დროს, როდესაც მცველებს ეძინათ. 6 დღის შემდეგ ის დაიჭირეს და მის სასჯელს კიდევ 7 წელი დაუმატეს, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვინც ციხიდან ასე გაიქცა. 2016 წელს რუსი ქურდი რუსტამ შახრუდინოვი ბერბაშის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, მაგრამ მალევე მანაც გაბოკის მსგავსად ციხის დატოვება კარში არსებული ხვრელიდან სცადა. უცნობია, მოახერხა თუ არა მან ციხიდან გაქცევა, მაგრამ ეს უცნაური ვიდეო თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. მრავალი წლის განმავლობაში ალკატრასი მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხედ ითვლებოდა, რადგანაც ის სან-ფრანცისკოს ყურეში არსებულ კუნძულზე მდებარეობდა. თუმცა მისი რეპუტაცია 1962 წლის ივნისში მას შემდეგ შეირყა, რაც მცველებმა აღმოაჩინეს, რომ ფრენკ მორისი და ძმები ენგლინები საკანში აღარ იყვნენ. ისინი გაქცევის გეგმაზე 1961 წლის დეკემბრიდან მუშაობდნენ. თავდაპირველად მათ კიდევ ერთი თანამძრახველი, ალან უესტი ჰყავდათ. მათ სავენტილაციო ხვრელის გაფართოებაში რამდენიმე თვე დახარჯეს. დამნაშავეების სამუშაო ინსტრუმენტებს კი სასადილოდან მოპარული კოვზები და მტვერსასრუტის ძრავისგან დამზადებული ხელნაკეთი ელექტრობურღი წარმოადგენდა. ციხეში მუსიკის საათები პერიოდულად ტარდებოდა, რადგანაც პატიმრებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა შეეძლოთ. იმ დროს, როდესაც ერთი პატიმარი ინსტრუმენტზე უკრავდა, მეორე დრელით მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ გვირაბები მომსახურების ტელეფონში გადიოდა. გვირაბში პატიმრებმა 40 საათი მოპარული საწვიმრისგან ტივი გააკეთეს. 11 ივნისს მათ საწოლებზე ტუალეტის ქაღალდისა და საპარიკმახეროდან აღებული თმისგან დამზადებული თავები დადეს. ამის შემდეგ სამი პატიმარი გვირაბში გაძვრა. უესტმა დანგრეული კედლების ცემენტით გამაგრება სცადა, მაგრამ ცემენტი მალევე გამაგრდა და ის ხვრელში ვეღარ გაეტია. მისმა თანამძრახველებმა ის სინანულის გარეშე დატოვეს. დერეფნიდან ისინი მილების დახმარებით სახურავზე ავიდნენ. იქიდან სანაპიროზე მოხვდნენ. საბოლოოდ კი მათ ტივი გაბერეს და წყალში გადახდნენ. ამის შემდეგ პატიმრები აღარავის უნახავს. მომდევნო დილით თავების აღმოჩენის შემდეგ ციხეში განგაში გამოცხადდა. 9 დღის შემდეგ პოლიციამ სანაპიროზე ტივის ნარჩენები იპოვა. 1979 წელს ფედერალურმა ბიურომ გამოძიება შეწყვიტა და დაასკვნა, რომ გაქცეულები დიდი ალბათობით სან-ფრანცისკოს ყურეში დაიღუპნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მათი სიკვდილის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა, მარშალების სამსახურმა გამოძიების შეწყვეტაზე უარი თქვა. მარშალების მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი ძალაში 2030 წლამდე დარჩება. ამ დროს გაქცეული პატიმრების ასაკი მინიმუმ 100 წელი იქნება. 1980-იანი წლებიდან ხოაკინ გუსმანი, რომელსაც საზოგადოება ელ ჩაპოს სახელით იცნობს, სინალოას კარტელის ხელმძღვანელი გახდა და ალბათ ის ყველა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, რომლის ჩადენაც ადამიანს შეუძლია. კრიმინალური ცხოვრებით მან 12 მილიარდის გამომუშავება შეძლო. 1993 წელს არქიეპისკოპოსის მკვლელობის შემდეგ ის დააპატიმრეს. ელ ჩაპოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ 2001 წელს ცველების მოსყიდვის შემდეგ დამნაშავე ციხიდან გაიქცა. საერთო ჯამში გუსმანმა 78 ადამიანი მოისყიდა, რაც მას დაახლოებით $2.5 მილიონი დაუჭდა. ციხიდან გაქცევის შემდეგ მან სინალოას კარტელის ხელმძღვანელობა განაგრძო, მაგრამ 2014 წელს ის კვლავ დააპატიმრეს. ელ ჩაპო ალტიპლანოს ფედერალური სასჯელახსრულების დაწესებულებაში ერთადგილიან საკანში მოათავსეს, სადაც ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. საკნის დატოვება პატიმარს დღეში მხოლოდ 1 საათით შეეძლო. ასეთი მკაცრი რეჟიმის მიუხედავად 2015 წლის 11 ივლისს ელ ჩაპო საშხაპეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ციხის თანამშრომლებმა საშხაპის იატაკში ამოჭრილი კიბე იპოვეს, რომელიც 1313 მეტრის სიგრძის გვირაბს უკავშირდებოდა. ის კარტელის წევრებმა ჩუმად გამოჭრეს. გვირაბს ჰქონდა განათება, ვენტილაცია და რელსებზე დაყენებული მოტოციკლიც კი, რათა გაქცევის პროცესი დაჩქარებულიყო. თუმცა ელ ჩაპოსთვის სამწუხაროდ მას თითქმის მთელ ქვეყანაში ეძებდნენ და 6 თვის შემდეგ ის ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში დააკავეს. ამჯერად მექსიკის მთავრობა პატიმრის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებას დასთანხმდა და ის სასჯელს ახლა უკვე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ციხეში იხდის.
ბავშვობაში ჯეკი ჩანის მსგავსად ხელებისა და ფეხების გამოყენებით კედელზე მსგავსი მეთოდით ასვლა გიცდიათ 2023 წელს პატიმარმა დანელო კავალკანტემ პენსილვანიაში მდებარე ჩესტერის ოლქის ციხიდან გაქცევა სწორედ ამ ხერხით სცადა. მას ჩადენილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში ის ციხის ეზოში არსებულ კუთხესთან მივიდა და ასეთი უცნაური მეთოდით სახურავზე აძრომა მოახერხა. სახურავიდან ის ეკლიან მავთულ ხლართებს გადაახტა და ციხე დატოვა. 13 დღის შემდეგ ის სამხრეთ კოვენტრიში შეიპყრეს და საშელის დანარჩენი ნაწილის გასატარებლად სხვა ციხეში გადაიყვანეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს პირველი მსგავსი გაქცევა არ ყოფილა. რამდენიმე თვით ადრე იგორ ვიდა-ბოლტე ამ ციხიდან სწორედ იმავე გზით გაიქცა. დანაშაულის ჩადენამდე ბოლტე მთამსვლელი იყო, ამიტომ მისთვის გაქცევა ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ კავალკანტესგან განსხვავებით ხობეზე გადახტომიდან 5 წუთის შემდეგ დამნაშავე ციხის მცველებმა შენიშნეს და ის კვლავ დააპატიმრეს. ამ შემთხვევის შემდეგ უსაფრთხოების კონსულტანტებმა გადაწყვიტეს, რომ ხობეზე კიდევ უფრო მეტი ეკლიანი მავთული გაევლოთ, რათა მსგავსი რამ ვეღარავის გაეკეთებინა, მაგრამ კავალკანტემ დაამტკიცა, რომ მავთულ ხლართების დამატება საკმარისი არ ყოფილა. მისი დაპატიმრების შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ სახურავზე ასასვლელი ხვრელი დალუქა. მიშელ ვაჟური ნამდვილი განგსტერია. ამ ფრანგმა მძარცველმა ციხეში 27 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან გაქცევა 6 ჯერ მოახერხა და ალბათ ამ გაქცევებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი მისი მეუღლის ნადინის დახმარებით გაქცევა იყო. 1986 წელს მიშელი 18 წლიან სასჯელს პარიზის ციხეში იხდიდა. 3 წლით ადრე ნადინმა ვერტმფრენის მართვის სწავლა დაიწყო, რათა მისი ქმარი ციხიდან დაეხსნა. მართვის მოწმობის აღების შემდეგ 26 მაისს მან ვერტმფრენი იქირავა და ციხისკენ გაფრინდა. ამ დროს მიშელმა ფორთოხალი მწვანედ შეღება და მცველი დაარწმუნა იმაში, რომ მას ნამდვილი ხელყუმბარა ჰქონდა. ამის შემდეგ დამნაშავემ ციხის სახურავზე ასვლა მოახერხა, სადაც მას ვერტმფრენი უკვე ელოდა, თუმცა ამ ამბავს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია, რადგანაც 4 თვის შემდეგ ორივე დააპატიმრეს. ისტორიას ვერტმფრენით გაქცევის სხვა შემთხვევებიც ახსოვს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ 2013 წელს ბენჟამენ ბარბოა და დენი პროვანსალი სენ-ჟერონის ციხიდან ვერტმფრენის დახმარებით გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევის მომენტი შთამბეჭდავი იყო, ყველაფერი დამნაშავების გეგმის მიხედვით არ წავიდა. პოლიცია ვერტმფრენის კვალს გაჰყვა და გაქცეულები მალევე დააპატიმრა. რიჩარდ ლი მაკნერმა ციხიდან გაქცევა არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ 3 ჯერ მოახერხა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის პირველი ორი გაქცევის შემდეგ სწრაფად დააპატიმრეს, მაგრამ მისი ბოლო გაქცევა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ის სასჯელს ლუიზიანას შტატში მდებარე პოლოკის ციხეში იხდიდა. იმ დროისთვის რიჩარდს ციხეში 12 წელი უკვე გატარებული ჰქონდა. მას დაზიანებული საფოსტო ტომრების შეკეთების სამუშაო დაევალა. 2006 წლის აპრილში მან ერთ-ერთ შეკერილ ტომარას სასუნთქიმილი მიამაგრა და მასში ჩაძვრა. მოგვიანებით ციხის თანამშრომლებმა ტომრები ახლო მდებარე საწყობში გადაიტანეს. როდესაც მცველებმა შენობა დატოვეს, მაკნერი ტომრიდან გამოძვრა და გაიქცა. ის უკვე თავისუფალი იყო, მაგრამ საფრთხე კვლავ არსებობდა. რამდენიმე საათის შემდეგ მცველები მიხვდნენ, რომ პატიმარი გაქცეულიყო. მაკნერი გზის პირას პოლიციელმა კარლ ბარდელონმა გააჩერა. Where you live at? Down the road by Pineville. Pineville? Uh-huh. Okay. Do you have any form of identification on you? No, man. What's your name? Robert Jones. Robert Jones. What it is, we got an escapee. Oh. Where from? Prison. There's a prison here? Yeah. ისინი 10 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მაკნერმა ბარდელონს ორი განსხვავებული სახელი უთხრა და საკუთარი სახლის სუსტი მისამართის გახსენება ვერ შეძლო, მან პოლიციელი დაარწმუნა იმაში, რომ ის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, რომელიც უბრალოდ გზის პირას დარბოდა. მან ავტომობილი მოიპარა და კანადაში გადავიდა. ის ფიქრობდა, რომ ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ 17 თვის შემდეგ ნიუ-ბრანსვიკის პოლიციის თანამშრომლებმა მაკნერი მოპარული ფურგონით გააჩერეს. როდესაც სიმართლე გაირკვა, ის დააპატიმრეს და კვლავ ამერიკის ციხეში დააბრუნეს. თუ გაინტერესებთ, როგორი იყო ტიპიური ამერიკელი განგსტერი, მაშინ ჯონ დილინჯერის ისტორია უნდა მოისმინოთ. ის დილინჯერის ბანდის ხელმძღვანელი იყო. ბანდის წევრებმა რამდენიმე ბანკი გაძარცვეს, მაგრამ 1 წლის შემდეგ ისინი დააპატიმრეს. დილინჯერი ლეიკის ოლქის ციხეში გაგზავნეს, სადაც ის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდა. თუმცა ერთ დღეს ჯონმა საკუთარ ადვოკატს ციხეში ჩუმად ყალბიხის პისტოლეტის შემოტანა სთხოვა. სწორედ ამ სათამაშოს წყალობით დილინჯერმა საკუთარი მცველები დაარწმუნა იმაში, რომ ის შეიარაღებული იყო. მან ციხე დატოვა, შერიფის მანქანა მოიპარა და ჩიკაგოსკენ გაემართა, მაგრამ ეს სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა, რადგანაც მოპარული მანქანით შტატის საზღვრების გადაკვეთა ფედერალურ დანაშაულად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ საქმეში ფედერალური ბიურო ჩაერთო. 4 თვის შემდეგ დილინჯერი ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
ციხიდან გაქცევის შემდეგ პატიმრებს მუდმივი სიფრთხილე მართებთ, რადგანაც შესაძლოა მათი სახე ვინმე მოიცნოს. ცნობილ ბრიტანელ ყაჩაღს რონი ბიქსს ეს არ სურდა, ამიტომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა მისი ამოცნობა არავის შესძლებოდა. ის 1963 წლის დარცვაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც გლაზგოდან ლონდონში მიმავალი ნაღდი ფულით დატვირთული მატარებელი დააყაჩაღეს. 15-მა კაცმა საერთო ჯამში 2 მილიონ ფუნტზე მეტი მოიპარა. ინფლაციის გათვალისწინებით ეს თანხა დღეისათვის დაახლოებით 66 მილიონი დოლარია. ძარცვის შემდეგ ბანდიტებმა თავი ერთ-ერთ ფერმაში შეაფარეს, სადაც მათ მოპარული ფულით მონოპოლიაც კი ითამაშეს. თუმცა მოგვიანებით პოლიციამ მათი სამალავი იპოვა და 12 მძარცველი დააპატიმრა. დაპატიმრებულებს შორის ბიქსიც იყო. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რა თქმა უნდა, ის ამ შედეგით კმაყოფილი არ იყო. ამიტომაც 1965 წლის ივლისში ის ციხიდან თანამძრახველის დახმარებით გაიქცა, მაგრამ რონიმ არ იცოდა, რომ გაქცევა ამ ამბავში ყველაზე რთული საქმე არ იქნებოდა. თავდაპირველად ის ნავით ევროპაში გაიქცა და მოგვიანებით პარიზშიც გაემგზავრა, სადაც პლასტიკურ ქირურგიასა და ყალბ-დოკუმენტებში $1 მილიონზე მეტი დახარჯა. კოსმეტიკური ქირურგია მაშინ უფრო იაფიჯდებოდა, მაგრამ მას მაინც შეეძლო ადამიანის გარეგნობა მნიშვნელოვნად შეეცვალა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას და მის ოჯახს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მშვიდად ეცხოვრათ. 3 წლის შემდეგ ინტერპოლი მათ კვალზე გავიდა, თუმცა ბიქსმა ოჯახი მიატოვა და ბრაზილიაში გაფრინდა. 4 წლის შემდეგ ის კვლავ იპოვეს, მაგრამ რონის ახალი შეყვარებული ჰყავდა, რომელიც მის შვილზე იყო ორსულად. ბრაზილიის კანონების მიხედვით, ქვეყანაში დაბადებული ბავშვების მშობლების ექსტრადიცია აკრძალული იყო. ამიტომაც ის ბრაზილიაში დარჩა, მაგრამ მას მშვიდი ცხოვრება არ შეეძლო, რადგანაც მისი ვინაობა უკვე ყველამ იცოდა. ტურისტები მას როგორც ტურისტულ ღირსშესანიშნაობას უყურებდნენ. ასე გაგრძელდა 2001 წლამდე, როდესაც 3 ინსულტის შემდეგ ბიქსი ბრიტანეთში უფასო სამედიცინო მკურნალობისთვის დაბრუნდა. 72 წლის დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალაგლუფტი პილოტებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტყვეთა ბანაკი იყო და წესით იქიდან გაქცევა არავის უნდა შესძლებოდა. შენობების სიმაღლეზე აიგოთ, რათა პატიმრებს გვირაბების გაჭრა ვერ მოეხერხებინათ. მიწაში გერმანელებმა მიკროფონებიც კი ჩააწყეს, რათა მათ ნებისმიერი ზედმეტი ხმა დაეფიქსირებინათ. თუმცა სამხრეთ აფრიკელი ესკადრილიის ოფიცრის როჯერ ბუშელის ხელმძღვანელობით 3 გვირაბი, ტომი, დიკი და ჰარი აშენდა. 600-ზე მეტმა პატიმარმა ისინი ცარიელი თუ ნუქის ქილების გამოყენებით გაჭრა. გვირაბები ღუმელებისა და ლუქების ქვეშ დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეზე იყო დამალული, რათა მიკროფონებს ხმა ვერ დაეფიქსირებინათ. გვირაბების ზომა 1 კვადრატულ მეტრზე ნაკლები იყო, ხოლო კედლები ფიცრებით გაემაგრებინათ. ამოთხრილი მიწით სავსე ტომრების ზედაპირზე დატოვება შეუძლებელი იყო. ამიტომაც პატიმრები ტომრებს შარვალში მალავდნენ და ქვიშას ფრთხილად ყრიდნენ. გათხრები 1 წლის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ დიკი მიატოვეს, ხოლო ტომი გერმანელებმა აღმოაჩინეს და აფეთქეს. პატიმრებმა მესამე გვირაბზე მუშაობა განაგრძეს. საბოლოოდ 1944 წლის 24 მარტის ღამეს 101 მეტრის სიგრძის გვირაბი მზად იყო და 200 პატიმარი გაქცევისთვის ემზადებოდა, მაგრამ როდესაც პირველი პატიმრები გასასვლელთან მიცოცხლდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ ხვრელი გაყინულიყო. მის გარღვევას საათნახევარი დასჭირდა. ზედაპირზე ამოსვლისთანავე პირველმა გაქცეულმა აღმოაჩინა, რომ გასასვლელი ის ნაცვლად ხობიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრში იყო. მიუხედავად ამისა, პატიმრებმა გაქცევა განაგრძეს. დილით 4 საათსა და 55 წუთზე ცველებმა ერთ-ერთი გაქცეული პატიმარი შენიშნეს. მათ ქოხები გაჩხრიკეს და გვირაბის შესასვლელი იპოვეს. 200 ადამიანიდან, რომლებიც ამ გაქცევაში მონაწილეობდნენ, გერმანელებისგან თავის დახსნა მხოლოდ 76-მა მოახერხა. სამწუხაროდ, 2 კვირის შემდეგ 73 მათგანი ისევ დააპატიმრეს. ქვეყნის დატოვება კი მხოლოდ 3 ადამიანმა შეძლო. ამ შემთხვევას მალევე დიდი გაქცევა უწოდეს. მის შესახებ მრავალი წიგნი და ფილმი არსებობს და დღეს ეს ამბავი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ გაქცევის მცდელობად ითვლება. 2015 წელს რიჩარდ მეტი და დევიდ სუედი ციხიდან გაიქცნენ. ორივე მათგანი სასჯელს კლინტონის შტატის ციხეში იხდიდნენ. მათ სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მის ჭილი. დამნაშავეებმა ციხის მკერავი ჯოის მიჩელი დაარწმუნეს იმაში, რომ მას მათთვის ხერხები მიეცა, რომლებსაც ისინი ძელების გადასაჭრელად იყენებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ პატიმრები სარემონტო ზონაში აღმოჩნდნენ, სადაც მათ დიდი ზომის მილი აღმოაჩინეს, რომელიც წესით კანალიზაციამდე მიდიოდა. 2015 წლის 5 ივნისს მეტმა და სუედმა საწოლზე მანეკენები დატოვეს. ნივთები გიტარის კეისში ჩააწყეს და მილში შეძრდნენ. ისინი თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. მათ მანქანით ჯოისი უნდა დახვედროდა, მაგრამ ქალს საბოლოოდ შეეშინდა და ადგილზე არ მივიდა. ისინი იძულებულნი გახდნენ ფეხით გაქცეულიყვნენ. დამნაშავეებზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილებმა 3 კვირის შემდეგ თითქმის კანადის საზღვრამდე მიაღწიეს, მაგრამ მანქანის მოპარვის წარუმატებელი მცდელობის დროს მეტი პოლიციელებმა ჩაცხრილეს. 3 დღის შემდეგ სუედი ნიუ-იორკის მახლობლად მდებარე მინდორში დააკავეს, საზღვრიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში. ის შტატის ციხეში გაგზავნეს, სადაც მან სამუდამო პატიმრობა განაგრძო. დევიდს ალბათ სამუდამოდ ემახსოვრება, რომ მას თავისუფლებამდე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებდა. ამ ისტორიებიდან, რომელი მიგაჩნიათ ყველაზე შთამბეჭდავად, გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში და თუ მოგეწონათ ვიდეო, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.